გიო, თუ გამოიცნობ 10 კითხვაში შუბზე რა გაწერია, აუცილებლად გიყიდი. დარწმუნებული ხარ. დარწმუნებული ვარ. რაღაც არ მახსოვს ბოლოს რა მიყიდე. დრო ვერ გამოიცანი. სტანდარტულად დავიწყოთ. თავზე რაც მაწერია. ნივთია? კი, ნივთია. ეს უკვე კაია, რომ რაღაცა ვაშლი ან მსხალი არ არის. ტექნიკაა? არა, ტექნიკა არ არის. ტექნიკა არ არის. აბა სხვა რა მჭირდება, ქრისტი? ნივთი არ არის, ტექნიკა არა. ნივთი არის? ხო, ნივთებში გადის. ნივთი არის, ტექნიკა არ არის. ახლა ნივთი ბევრი რაღაც არის, გიორგი, მაგრამ ტექნიკა ხო არ არის. საკანცელარიოა რამე? არა, რამე გინდა ეგეთი? არა, მაგრამ რა ვიცი, აი სხვა არაფერი არ მომდის თავში. ეს ნივთი შენ მოგწონს? კი, მომწონს. შენ მოგწონს. და ეს ნივთი მე მომწონს? წესით უნდა მოგწონდეს. აი ნებისმიერ ადამიანს რო აჩუქო, გაუხარდება? კი, ნებისმიერს გაუხარდება. 4 კითხვა დაგჭა, გიორგი. ეს ნივთი პოპულარული ნივთი არის საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოში არის. ფიქრობ, არა, ზუსტი პასუხი კი, მჭირდება. არის. ეს ნივთი ბიჭებისთვის არის? ძირითადად ბიჭები გამოიყენებენ, მაგრამ გოგოებსაც მოწონთ. და გოგოებს მანქანა არის რამე? კი, და ერთი კითხვა დაგჭა. და ეს პროსტა დავწი, ქრისტინე. აი ხო გაჩუქებ ამ კითხვას. აუ, არ ვიცი, ქრისტი, აღარ მანქანა ხო არის, მოვიგე მაშინ. არა, ზუსტი აუ, მოდელს ვერ გამოვიცნობ, ქრისტი, ანუ არ არსებობს, მილიონი მოდელი არსებობს, ქრისტი, შენ საერთოდ ვერ erკვევი ამ მოდელებში. როგორ არა, ინტერნეტში რაღაცებს ვეძებდი და ვნახე და ფიქრობ, რომ ყველას მოეწონება ეს. აი, ბოლო კითხვას დავსვამ. ეს მანქანის მოდელი არსებობს, იმიტომ რომ წინაზე რაც იყო არ არსებობდა. კი, არსებობს. კი. BMW-ა? არა. აი, ერთ მინიშნებას მოგცემ, Mercedes-ია და გამოიცნო ეხლა. გელენვაგენი? მომინდომა ეხლა. აბა, ქრისტი რაღაცა იდე. ჯართი რა თვითონ. ახალი მანქანაა რაღაც? კი, უახლესია. რა ვიცი, C-კლასი? მოიხსენი და ნახე. აი, უბრალოდ ნახე რა დაკარგე. ეტო ჩემო, რამდენჯერ შეიძლება რა? ინტერნეტში ვნახე, გიო. რა ნახე, გოგო, ინტერნეტში? მე კომენტარებში აი თქვენ თვითონ დაწერეთ რამე რა, აი მე ნერვები აღარ მაქვს, წავიდე.